შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ 80-მდე პირი დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან ქვეყანაში შემოსვლას არავალიდური დოკუმენტებით ითხოვს. უწყების ცნობით მათ უმრავლესობას კრიმინალური წარსული აქვს და ქვეყანაში არ შემოუშვებენ. სამინისტროს მტკიცებით უკრაინულ მხარეს მათი მოქალაქეების დაბრუნების რამდენიმე გზა შესთავაზეს და კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც აღნიშნულ საკითხზე გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს. ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას მოუწოდებს მზად იყვნენ კათოლიკოს გარეგინ მეორესგან საპატრიარქოს გასათავისუფლებლად. განცხადება ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სომხეთის პრემიერსა და კათოლიკოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფაშინიანმა პატრიარქი უქორწინობის აღთქმის დარღვევაში ამხილა. რუსეთში კამჩატკის ნახევარკუნძულზე 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში დაფიქსირდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ცუნამის საფრთხის შესახებ იტყობინება, თუმცა აცხადებს, რომ ტალღის მაქსიმალური სიმაღლე 60 სანტიმეტრს არ გადააჭარბებს. უცნობია ინფორმაცია ნგრევის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.